მოგესალმებით, მეგობრებო. ეს მიკროფონები ისთვის მაქვს ნაყიდი ნეტა ვიცოდე. დიდად შევიხადავთ ხოლმე ჩემ ვიდეოს ჩაწერის მომენტზე. მე ვიდივარ გერმანიაში ტრენინგის მეორე ფაზაზე, რათა გავხდე ტრენერი. დიახ, მეგობრებო. თქვენი ქართული დელეგაცია. ანუ ხალხო, აი ეს არის მე არ ვიცი რა მოხდა. მე არ ვიცი რა მოხდა. ყველას ძიდა მე ვიყავი ყოველთვის. ეთყობა ამოვწურა. ესე დღეს ხალხო პირველად ვიოცი ადამიანს ბიჭმა მკითხა რა დიდი ხართ ჩაბონის ატარში, ანუ აწევაშია და ზემო ჩამოდებაში და ჩაფიქრდი 5 წამის განმავლობაში ფიქრობდი კი მეთქვა თუ არა, იმიტომ რომ ცხოვრებაში არ ვამბობ კითხებაზე. ისეც ასეულიყო მე მაგრამ არ მომიწია ათმევა რომ მივხვდი რომ ეხლა maybe უფრო ხშირად უნდა ვიცხო ხო რას ფიქრობ ამოვედით მეგობრებო ლუბექში და დიახ ეს ჩემი ჩემოდანია რომელიც ასე გრიხინებს მეორე დვარ უკვე აქ და რა ვიცი გულახდილად რო გითხრათ ანუ წინაზე ბევრი ვერაფერი ვერ ვნახე და დღეს ფიქრობ რომ გავიდე მარტო მაინც და ვიარო რა სანამ რომ აქ იმიტომ რომ ის სამი დღე მე როდესაც აქ ვარ ტრენინგებზე ვარ წამოსვლით დღეს უკვე მე ოფისით აკავებულია ხოლმე და ბარგის დატოვების სიტუაციაც არ არის და ვიფიქრე რომ აქ დავათვალიერებ მაშინ დღეს აქაურობას რაც არ მინახავს და ვიბოდიალებ აქეთ-იქეთ და წასვლის დღეს კიდე ჰამბურგში ვიდე მიგივეს. ხო და მოკლედ გამომყავით დღეს სანამ ხალხი ჩამოვა და ნახოთ ყველა ერთმანეთს აბა ჯერ ოფისში ვიდივართ რომ ჩვენი ოთახის ნომრები და რაღაცები ავიღოთ და როგორც ვიცით ცოტა ჰოსტელში ვრჩევით, მაგრამ იმედი მაქვს არ იქნება ასე. და მაგასაც გადავიღებ და განახებთ. ხო, გერმანიაში ვჭამთ დოლარს. შეხედეთ რამ ხელა ეს როგორ უნდა ვჭამო, ანუ წარმოვიდგინეთ და თამიჯერს შთანთქავ. ჩემნაირი პატარა არსება ამ ყველაფერს შთანთქავს. წარმოვიდგინეთ. ნუ მოკლედ, კარგი. ახლა არ განახებ როგორ შთანთქავ, იმიტომ რომ მწონია. გადადროებით. We're just wandering around უკვე როსმაჩი მოვასწარი შესვლა და ფულის დახარჯვა ამან განსაკუთრებით მე თავის კონტროლი ვიცი რადგან ჩემი ფული რა ფულიც ქონდა პარიზში დიაბები უძია ახლა უკვე მე რო ჩავა პარიზში არაფერი არ მეკ შენ და მომი არ ვიცი ოკეი ნახოთ აბა რა ბარათი და რა ფილოსოფი გაგვიძლებს ჩვენ მე არ ვიცი ზოგადად რა ანუ ეგ ხდება ხოლმე მაგრამ ახლა არაფერი არ მიყიდია იდეაში რაღაც 3 ევრო ნუ მოკლედ ნახოთ აბა რამე თუ ნახეთ სანახავი განახებთ მოკლედ ახლა ჩემი იტალიელი მეგობარი წაიკითხავს ამას და ეს AI გამოიცნობს სადაური არის თავისი აქცენტის მიხედვით. Go read it. Okay. We by recording it? Yes. I've always been fascinated by space, watching documentaries about the universe and learning about planets, stars, and black holes amazes me. It's incredible to think about how vast and mysterious the cosmos really is. Will it guess? მოკლედ ბრიტანულად ვცადე და სერბი გამოვედი და ახლა ჩემი აქცენტით ვცდი და არ ვიცი რა გამოვა. Stop. Learning about the history of different places always interests me. Every city or town has unique stories and exploring them through books or museums gives me a better understanding of how the past has shaped the present. It's a way to travel through time.
რა გამოვარ მეშინია უკვე. ახლა მეორე თხოვს დარწმუნებული ვარ, რომ აბა მითხარიო. Armenian. Okay. I mean, every time it's like this. First I was Mongolian, then I was Serbian, and now I'm Armenian. I feel like I'm getting closer to Georgia. What do you think? ჩემი ოთახის სტუმრად გადავიხადე ჩემი მომეთები მოდახლა არც გამოჩენამდე თვარა და ნუ მოკლედ ნორმალური ჰოსტელია, ახალგაზრდული ჰოსტელია და სხვათა შორის მიტოვებს European Youth Center-ები რომელიც ბუდაპეშტში და სტრასბურგში იმის ვაიბს. ახლა პირველი დღე მოგტრენინგის და ახლა როგორ ჩაერლის. შეიკრიბა და ერთად ვიდივართ ოფისში საკმაოდ დიდი ჯგუფია, წინაც ვიდიან, უკანაც ვიდიან. It's not weird at all. წინაზე სადაც ჩამოდით ინსტიტუტის ავალზე იყო. და ანუ უფრო ნაკლები დრო გჭირდებოდა, მაგრამ ძალიან მალე ვიყავით იქ და ფაქტობრივად ერთი შენობიდან მეორეს ანუ შენობებს შუა დავდივართ და ახლა 20 წუთის ავალზე ვართ და იმის გარდა რომ რაღაცა ანუ ცოტა გავლაც მიწევს, რაც კარგი არის და მთელი დღე ვდგავარ, ხო? ანუ რაღაცებსაც ვხედავ და ძალიან ლამაზია რა. We'll get there. This is the before, and when I leave, the after will be me doing all the tricks. Ready? 3, 2, 1, go! Then you will get a curtain. Now. escape room-ში მოვედით, ტელეფონები არ შეიძლება, ამიტომაც bye. We escaped from the prison, guys. Yes, we did. And we solved the murder. You did? Yeah. Who was the murderer? The priest. Okay, guys, so what are your thoughts? Are you satisfied with the results? I believe yes. The secret of the We are. monks. We had like 10 seconds left. But Okay. Nice. A good challenge. Nice. Good job, team. Good job. Good job. Good job. How to link you? ჩვენი გუშინდელი ტრენინგის თემა იყო უშუალოდ რაღაც მეთოდები, რომლებიც და აქტივობები, რომლებიც შეგვიძლია ტრენინგის ჩატარების დროს გამოვიყენოთ და ძირითადად ეს თეატრთან იყო დაკავშირებული. დღეს კი უშუალოდ სოციალური სამართლიანობის თემაზე გვექნება ტრენინგები და ვნახოთ დღევანდელი დღე როგორ ჩაივლის. გესმით?
იტალიელს ვეხმარები პასტას გაკეთებაში, ხალხო. For the last time, I'm cooking pasta in January. I swear to God, I'm not gonna cook it anymore. Sorry, I opened. I bought the salt, the grinder, cheese. It's not a knife actually. That's a grater as well. Okay. Okay, this is the first pasta we cooked with an Italian person. So, I mean, let's try this. I'll try a different thing. One to 10. Rate your dish. ავღანურ რესტორანში მოვედით, აშაკს ავიღებდე და ალუბლის წვენს, აი ესე გამოიყურება დეკორატიულად, რა ვიცი, ნახოთ რა იქნება პირველ სინჯავ აქაურ საკვებს. აშაკს სინჯავთ შეგერგოთ გამოთ. I hope it does you. Yeah. Ah, okay. No, wait, I have. You only like or just eat them like one piece? I cut it. Okay. This is sweet. It's almost like candy. Can I? Yeah. This, not the rice. Yeah, come on. Very sweet. I hope I have an idea. განსხვავებულია და მომწონს. Because if one of them dies, the other one gets so depressed by his lovers. ჩვენი გერმანული მოგზაურობაც და თავგადასავალიც აქ სრულდება. სასიამოვნო მოგზაურობა იყო იმ კუთხით, რომ ამ მოგზაურობის მიზანი ჩემთვის იყო, რომ გამختარიყავი ტრენერი. და ნუ მოკლედ ახლა სერტიფიცირებული ტრენერია არ ვარ, მაგრამ ტრენერების ტრენინგში რომ მაქვს მონაწილეობა, მაგის ერთი პიკეტი მაქვს და ეს უკვე ჩემთვის საკმარისია, იმიტომ რომ პირველი ნაბიჯები ამ კუთხით გადავდგი. ოფიციალური, თორე ტრენერი მანამდე ყოფილ ვარ და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მხოლოდ ამ ჩემი ამ მოგზაურობის დასაწყისი. ძალიან მომენატრება ეს ხალხი, უკვე მეორედ ნახე და ყოველთვის მეორედ რო ხედავ ხალხს, ანუ სხვანაირი მუღამი აქვს ხოლმე მოგზაურობას, რადგან არც ქალაქი არ მაინტერესებს, არც აღარც უბრალოდ ამ ადამიანებთან ყოფნა გინდა და ჩემი აზრით მთელი მოგზაურობა და ამდენი პროექტები და გაცვლითი პროგრამებიც ყოველთვის არის ადამიანების დამსახურება, რომ კარგ დროს ვატარებ ხოლმე ყოველთვის.
და ძალიან მახარებს რომ ასეთი კმაყოფილები მივდივართ ყველანი. მე ახლა უნდა ვიმეცადინო იმისთვის რომ მე როგორც გამარჯვებულმა ჩაგიწეროთ ერთ-ერთი ვლოგი თებერვლის მოგზაურობიდან. შესაბამისად ახლა დაგტოვებთ. მადლობა რომ ბოლომდე უყურეთ. დროებით მოკლედ.